ხანდახან ვიცნობთ ერთმანეთს, ხანდახან ვესალმებით ერთმანეთს, ხანდახან უსმენთ ერთმანეთს, მაგრამ მთავარი მუსიკაა, მუსიკის ენით. დღეს ჩვენ ვესაუბრება მაესტრო მერაბ ებრალიძე. მივიჩქარი მასთან საოცარი ინტერვიუ გელოდებათ. რა დეტალებია ცნობილი? რაც ვიცით, რაც არ ვიცით, გავიგოთ ერთად. დიალოგის არკეში, მონტაჟის გარეშე. ჩვენს ობიექტივში გამოვყევით. მერაბ ებრალიძე ცხოვრობს სწორედ აი ამ სახლში. ახლა ჩვენ მას გავიცნობთ უფრო კონკრეტულად. მოგძანდით. როგორ დაიწყო მაესტრო მერაბ ებრალიძის მეგობრობა ფორტეპიანოსთან? კეთილი, მოგახსენებთ, თავდაპირველად მინდა მადლობა მოგეხადო კიდევ ერთხელ იმ სურვილისთვის, ინიციატივისთვის, რაც გამოთქვი ამას წინათ და შემომთავაზე რომ გადაცემა გაგეკეთებინათ, ჩემთვის დიდი პატივია და ვეცდები რომ მაქსიმალურად ვიყო საინტერესო რესპონდენტი და მაქსიმალურად ამომწურავად და საინტერესოდ გაგცე ყველა კითხვაზე პასუხი. თქვენ თავად ხართ მაესტრო საინტერესო პიროვნება, არა მარტო ვიზუალით, არამედ აი სამყაროში, ნიუ-იორკში ჩვენი ფილარმონია გვაქვს და ეს ფილარმონია ეკუთვნის მაესტრო მერაბ ებრალიძეს, სადაც აი ნამდვილად მინდა რომ ჩემი დიდი ბავშვი მოვიყვანა თქვენთან, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ ფორტეპიანოსთან მეგობრობა. თქვენი მეგობრობა ალბათ ძალიან ადრე დაიწყო. საინტერესოა როგორ გადაგიხდა. ძალიან საინტერესო ფაქტი იყო. როდესაც გავხდი დაახლოებით 4 წლის, აღმოაჩინეს უბრალოდ ჩემმა მეზობელმა ნუნუ გვენცაძემ, რომელიც იყო მუსიკის მასწავლებელი, მოვიკითხავ დიდი სიყვარული და მადლიერებით, ეს მისი დამსახურებაც არის. აღმოაჩინა რომ მაქვს რაღაცა თურმე განსაკუთრებული სმენა. მე სულ სხვა ხაზით მინდოდა სიმართლე და მე ძალიან მინდოდა ქართულ ცეკვებზე სიარული, ვოცნებობდი ისე მინდოდა და მოკლედ არ ვიცი ჩემმა მშობლებმაც მოკლედ რო იტყვიან რაღაცა მაიძულეს ვერ ვიტყვი, მაგრამ აი რაღაცა მიმართულება უფრო მომცეს რაღაცა ისე ეშმაკურად რომ აი იცი მოდი ჯერ ფორტეპიანოთი დავიწყოთ და აბა ნახოთ და მე ცეკვაზე შევიდეთ. და ესე 5 წლის ასაკში მიმიყვანეს მუსიკალურ სკოლაში, გაასინჯინეს, როგორც ხდება ხოლმე ჩვენ, ნახეს რომ ბავშვს აქვს აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი მონაცემები და აი ესე დაიწყო ჩემი ურთიერთობა 5 წლის ასაკიდან და სულ მალევე ერთ წელიწადში მე მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგი, ეს აუცილებლად თავში უნდა ვახსენო, მე ვალდებული ვარ და სანამ ცოცხალი ვარ მთელი ცხოვრებაც ყველგან თამამად და დიდი სიამაყით ვიტყვი. მე მყავდა ჩემი პირველი პედაგოგი, ბატონი გარემე გრდიჩიანი, რომელთანაც სწავლობდი 12 წელი მუსიკალური სკოლა და შემდეგ სასწავლებელი მასთან დავამთავრე და შემდგომ უკვე მიმაბარა კონსერვატორიის კარებს და აქ უკვე დავემშვიდობთ ჩვენ, ასე ვთქვათ, შემოქმედებით ცხოვრებას თორე ისე ურთიერთობა სიცოცხლის ბოლომდე სანამ ცხონებული გარდაიცვალა ჩვენ როგორც მამაშვილი ისე ვიყავით და როგორც კოლეგა და ასე შემდეგ. ეს არის ჩემი პირველი კლასი. ჩემი პირველი დამრიგებელი, ჩემი ნუნუ არაბული, ალბათონი ნუნუ მგონი გარდაიცვალა თვალწედა. უსაყვარლოსთან მეზობელი იყო, ამაშიც ხოლმე გამართლება. ეს მე პირველ კლასში 6 წლის. ეს მახსოვს დილის 9 საათზეა გადაღებული და დასიებული თვალებით. ემოცია როგორია? არ ვიცი, ეხლა ცოტა მიეჩვია, იცი, რაღაცა და პირველად როცა რა მრავალი წლის მერე რომ ჩავედი თბილისში და ვიპოვე ეს ალბომები, საოცარი ის იყო, იცი, ვერ ვძღებოდი ყურებით, ეთყობა იმდენად მინდოდა ბავშვობაში დაბრუნებოდა.
კონსერვატორიის ხო მაინც ამაყვა ძალიან რთული იყო ეს არის კომუნისტების დროს დავამთავრე მუსიკალური სკოლა ნახე ჯერ კიდე საბჭოთა გერბი თუ გახსოვს ეს მოწმობა მაშინ მახსოვს მე დავამთავრე მარტო და დირექტორმა გადმომცა საჯაროდ კრებაზე ეს ნახე როდინდელია ეს კიდე სასწავლებელს დავამთავრე ესეც წითელი დიპლომი იმდროინდელი აი 15 წლის უკვე ბატონი ვერა ბებრალიძე გადაწყვეტილებას იღებს და იწყება. რა იწყება? ხო, აი მახსოვს რომ როდესაც მე და მამა საუბრობდით, აი მანქანაში იყო ეს საუბარი, ერთხელ სადღაც მივდიოდით, რომ მაშინ მითხრა რომ, გადაწყვიტეო. მე პარალელურად მე ექიმობაც მინდოდა ეგ არ მომიყოლია მანამდე, ძალიან მინდოდა ექიმობა, მაგრამ უბრალოდ რომ წარმოვიდგენდი რომ ეხლა ეს მათემატიკა, ეს ქიმია, ეს რა ვიცი, რამდენი საგანი მოგეხსენებათ მაშინ სამედიცინოზე რა ხდებოდა რა ამბავი იყო იქ რო ჩაგებარებინა, უნდა ყოფილიყავი, არ ვიცი, ალბათ სუპერ მომზადებული და უნდა ამერჩია უკვე სერიოზულად გადამეწყვიტა, მაგრამ უკვე 15 წლის ასაკში უკვე საკმაოდ დაგროვილი იყო წარმატებები და ამიტომ თან მე ჩემ მაესტრო ისე მიყვარდა და ისეთი ნდობით ვიყავი მის მიმართ, რომ იმდენად ახლოს რომ ღალატის ტოლფასად მიმაჩნდა მუსიკის მინებება, ეს გამორიცხულიც იყო უკვე იმდენად ჩემში ეს შესისხორცებული იყო როგორც ქართულად იტყვიან და მოკლედ გადავწყვიტე რომ დავჩენილიყავი თან ჩემ მაესტროს კლასში და ჩამებარებინა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელში. მოკლედ შევიტანეთ საბუთები, ჩავაბარეთ წარმატებით, მინდა აღვნიშნო რომ იმ წელს ერთადერთი ხუთიანი დაიწერა, როგორ არ ვთქვა, უნდა ვთქვა. აი ჩემ მეგობრებს ვინც ნახავენ, ალბათ გაახსენდებათ, ერთადერთი ბიჭი ვაბარებდი და ერთადერთი ხუთიანი იყო სპეციალობაში, მაშინა ძალიან წარმატებულად ჩავაბარეთ და იწყება შემდეგი 4 წელი უკვე პროფესიული დაოსტატება, უკვე განვითარება. აქაც სასწავლებლის პერიოდში მქონდა ბევრი კონცერტები, ბევრი გამოსვლები სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ვიყავი მიწვეული საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, უკრავდი ორკესტრთან ერთად. აზგარდასრული ცხონებული ცნობილი ქართველი დირიჟორის თენგიზ ჭუმბურიძის მიწვევით, რომელიც შემდგომში ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი გახდა. დავამთავრე სასწავლებელი წარჩინებით და შემდეგ იწყება კონსერვატორიის გზა. ეს არის ერთ-ერთი ჩემი ბავშვობაში მნიშვნელოვანი გამოსვლა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მელიქიშვილზე. მაშინ ტარდებოდა ბავშვთა კვირეულები იყო და ირჩეოდა მოსწავლეები, ვინც შეასრულებდნენ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. აქ ვარ დაახლოებით ალბათ არ მახსოვს 11-12 წლის. ეს არის 87-88 წელი.
ძალიან დიდი ხნის წინ და ვასრულებდი ჰაიდნის რემაჟორულ კონცერტს. და ეს ფაქტი მაშინ ფოტოგრაფმა გადაიღო კონცერტის მერე, ეს ჩემი რაც გარდაცვლილი მუსიკალური სკოლის დირექტორი ნანა კერესელიძე და ეს მართლა ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი მოგონებაა ჩემ ცხოვრებაში. პირველი კონცერტი, პირველი აპლოდისმენტი და თქვენი გზა, რომელიც ნამდვილად დიდი შრომის შედეგად მოვიდა აი ამ ჩვენთვის სათაყვანებელ ოთახამდე და საპატივცემლო ოთახამდე. პირველი კონცერტი ალბათ, მე გავიზარდე კომუნისტურ პერიოდში და მოგეხსენებათ, მაშინ ესე ადვილი არ იყო საზღვარგარეთ გასვლა, ეს ძალიან ფაქტიურად არ ხდებოდა, ეს მხოლოდ ხდებოდა უკვე პროფესიონალ პიანისტებს ისიც ერთეულები და ჩვენ დროს მაშინ იყო ძალიან აქტუალური სარაიონო მოსმენები, საქალაქო, რესპუბლიკური ბავშვთა კვირეულები და მე მქონდა ეს ფუფუნება ბავშვობიდან მოყოლებული, მომხდრილი ყავი ამ პროექტებში. და ჩემი მახსოვს პირველი სერიოზული გამოსვლა, რასაც ქვია, დაკავშირებული იყო კონსერვატორიის დიდ დარბაზთან, როდესაც ამ საქალაქო მოსმენების შედეგად ამირჩიეს, იმ დროს იყო გახსოვთ ალბათ რაიონებად იყო დაყოფილი თბილისი, მე მივეკუთვნებოდი ორჯონიკიძის რაიონს და ორჯონიკიძის რაიონიდან მე ყოველთვის ვიყავი წარდგენილი ერთ-ერთი როგორც საუკეთესო მოსწავლე და მახსოვს აი მეორე კლასელმა ბავშვმა შევდგი ფეხი კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ეს ეხლაც მახსოვს და ისიც მახსოვს რას უკრავდი, აი რას ასწავლია და ეხა ვერ დაუკრავ, მაგრამ ნამდვილად მახსოვს ის ორი პიესა, როდესაც რეპეტიციაზე მიმიყვანა ჩემმა მაესტრომ და იქ მთელი კომისია იყო და იმ კომისიასთან აუცილებლად იმათ მოესმინათ კიდე ერთხელ და ძალიან სიმკაცრე და მთელი ამბები და მახსოვს რომ ძალიან დიდი ესეთი წარმატებით დამთავრდა ეს კონცერტი საღამოს და აი იმ დღიდან უკვე რაღაცა დედას მამას უწინასწარმეტყველებს რომ მე ეს გზა უნდა სერიოზულად ამერჩია და უნდა გავყოლოდი, ასე ვთქვათ, მუსიკის გზას. ქუთაისელი სალომე გიორგაძე ერთ-ერთია იმ 4 იღბლიან ახალგაზრდა პიანისტ შორის, რომლის შესაძლებლობებით საერთაშორისო დონის პიანისტმა შეაფასა. ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი მერაბ ებრალიძე ქუთაისს სტუმრობდა და მელიტონ ბალანჩივაძის ცენტრალურ სამუსიკო სკოლაში მასტერ-კლასი ჩაატარა. 15 წელი არის უკვე ის დრო, როცა ადამიანი ირჩევს პროფესიას. სად წავიდა ცეკვის ჟინი? ცეკვის ჟინი არ წავიდა სხვათა შორის, მე მახსოვს დაახლოებით მე-6 კლასში ვიყავი, მე-5-6 კლასში და ისევ ამოტივტივდა ეს თემა. გურიაში როცა ვისვენებდი, პატარა ამბავს მოგიყვებით, ძალიან საინტერესოს, ახლა წელსაც ვიხსენებდით გურიაში რომ ვიყავი ჩასული. იქ იყო ესეთი ჩვენ სოფელში იყო ესეთი ცეკვის ხალხური ანსამბლი, სადაც სამივე ჩემი ბიძაშვილი ცეკვავდა და ეს მონატრება და ეს ყველაფერი მე ამ მუსიკით ვიყავი დატვირთული 24 საათი უნდა ინსტრუმენტთან მჯდარი ყავი და სულ ჩემი მაესტრო და სულ რაღაცა და ეს ზაფხული მქონდა რომ აი დაუშვათ ამ რეპეტიციებს დავსწრებოდი თავისუფლად და უცბად ამოტივდებდა და აი მახსოვს რომ სახლში მოვაწყე დებოში სრული ამ შეტყვის რომ სად არის ცეკვა რო შემპირდით. უკვე აღარა ვარ პატარა, უკვე 13 წლის ვარ დაახლოებით ხო და მახსოვს რომ ვიჯექი 24 საათი, აი არ მეზარებოდა და აი ესე უყურებდი და ილეთებს სწავლობდი და ის კაცი როგორ ასწავლიდა, როგორ დგავდა ცეკვებს და თითის წვერებზე, ფეხის წვერებზე როგორ ასწავლიდა, ცხონებულ მამაჩემს ისიც მახსოვს სუფსაში წავაყვანინე თავი და ცეკვის ჩუსტები ვაყიდინე. ერთად წავედით, როგორ მახსოვს რომ მე ჩუმად სახში, იმიტომ რომ მერიდებოდა და ყველა რომ გავიდოდა სადღაც დედა ჩემი იქ მეზობოდა, მამა ჩემი სადღაც და აი ესე ჩემით ფიცავ, ჩემით ვისწავლე თითის წვერებზე სიარული. აი ამ ყურებით. ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი, პედაგოგი და ორგანიზაციის სახელად გზა მომავალ თაობას დამფუძნებელი მერაბ ებრალიძე თბილისში უკვე ტრადიციად ქცეული საღამოსთვის ემზადება. ეს რიგით მეორე პროექტია, რომელიც ჩამოვიტანე ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ძირითადად მონაწილეები გახლავთ ქართველი ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და ვცდილობ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მისია ის იყო, რომ ჩამოვიყვანო და ვაზიარო ქართულ კულტურას.
მინდა აღვნიშნო ჩვენი გასვლა 2023-ში და 24-ში წაყვანილი მყავდა ჩემი სტუდენტები იტალიაში პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალზე. აი აქ სადღაც Arte Piano International Festival, სადაც მივიღეთ ძალიან დიდი წარმატებები გვხვდა წილად, ასევე შარშან მე ვიყავი ამავე ფესტივალზე პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე ჟიურის წევრად. აი ეს ჩემი გვერდი, სადაც ჩემი ბიოგრაფიაა. ასევე გქონდა შანსი და ბედნიერება გაგვეკეთებინა 2023 წელს ამ ფესტივალზე კლასის კონცერტი, სადაც უკრავდა 3 ჩემი საუკეთესო სტუდენტი, ჯეისონ ჩენი, ჩემი ჩინელი, თარა ქავთარაძე და ლუჩენო პანტანო და მეც გარდა იმისა, რომ პედაგოგი ვიყავი, მე თვითონ ბოლოში მონაწილეობდი. და რა ვიცი, ყოველწლიურად ჩვენ ვაკეთებთ ეს მთლაც, ეს უკვე რომელი წლის ეს ძველებია უკვე, ეს ხო საერთოდ აღარც მახსოვს რომელი წლებია და დანარჩენი ჩაკეთილი მაქვს არქივში. რაღაცა ისეთი, არც თუ ისე ცოტა, ხო 20 წლის განმავლობაში 2012 წლიდან განსაკუთრებით, როდესაც დავიწყე უკვე აქტიურად ბავშვების მომზადება კონკურსებში. ვაკეთებთ ყოველწლიურად კლასის კონცერტებს, რაც ვთვლი, რომ ეს სავალდებულოა, რომ ჩვენი ნამუშევარი, აი ეს იყო ჩვენი ბოლო კლასის კონცერტი, რომელიც ჩატარდა კაუფმანის ცენტრში, არაჩვეულებრივ დარბაზში, სადაც თბილისამდე სანამ თბილისში წავიდოდი, გავაკეთეთ სერიოზული გარბენი. მოგეხსენებათ, წელს ჩემი ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოში. 7 ივლისს შედგა ჩემი საფორტეპიანო სტუდიის მოსწავლეთა კლასის სიმფონიური კონცერტი, რომელსაც დირიჟორობდა ბატონი გიორგი ჟორდანია. აი ეს გახლავთ ქართული და მაქვს ინგლისური, რომელიც გაწყობთ. იყოს ქართული იყოს, ეს გახლავთ კონსერვატორიის დიდი დარბაზის აფიშა, სადაც წარმატკინე, არ მახსოვს 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 მოსწავლე. 3 კიდევ ვერ ჩამოვიდა სამწუხაროდ. აკომპანიმენტს უწევდა თბილისის საფესტივალო სიმფონიური ორკესტრი. მინდა კიდევ ერთხელ ბატონ გიორგი ჟორდანიას და ორკესტრს დიდი მადლობა გადაუხადო თანამშრომლისთვის. იყო სრული ანშლაგი, რაც აი ძალიან მეამაყება და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი სმენელი, ძალიან ბევრი მუსიკოსი შემსრულებელი და მუსიკპედაგოგები ესწრებოდნენ ამ კონცერტს. შევასრულეთ საკმაოდ რთული რეპერტუარი, დაწყებული მეორე კლასის მოსწავლებიდან დამთავრებული ჩემი სტუდენტებით. წელს სხვათაშორის პირველად მომეცა შანსი, რომ საქართველოში 2 თვით წავსულიყავი. ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება და ფუფუნება ჩემთვის. ვიმოგზაურე ძალიან ბევრი. სხვათაშორის ვნახე ის ადგილები, რაც აქამდე ჩემდა სამარცხვინოთ აი გაგიზიარებთ თუ წინააღმდეგი არა ხართ. ეს საქართველოს ულამაზესი მხარეები, ეს გახლავთ ხევსურეთში.
ვიყავი, რომელიც ეს სვანეთში, ეს არ ვიცი, ეს ნახე რაღაცა ზღაპარში მეგონა, პირდაპირ კეთვით შემდეგ ეს სვანეთში იქ ცნობილ ტბებთან, ეს უკან შხარა, ეს დილიშვით საათზე. ასევე ერთი წუთით კიდე წელს მქონდა ბედნიერება შევხვდრილიყავით ცოცხალ ლეგენდას ჩვენ სადაყვანისებელ ქართველ პიანის მარინა მდივანს, რომელიც მოღვაწეობს კანადაში, მონრეალში, მაგილის უნივერსიტეტის პროფესორი გახლავთ და საერთოდ ქართველ ერთს ყავს ორი ლეგენდარული პიანისტი, მე-20 საუკუნის ეს არის ქალბატონი მარინა მდივანი და ელისო ვირსალაძე. ქალბატონი მარინა უკვე 89 წლის გახლავთ და დღემდე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა მაგილის უნივერსიტეტში. წელს ისევ შევხვდით, ჩარშანაც შევხვდით, მქონდა ბედნიერება, ჩვენ ძალიან მეგობრობთ და წელს წავედით ძველ თბილისში და ძალიან სასიამოვნო საღამო გავატარეთ. რა ვიცი, ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი საქართველოდან. ეს კიდე აღნიშნავთ ვარძიაში ვიყავი, ჩემ და სამარცხვინოდ პირველად ლელა, მაგრამ არ ვიცი, ისეთი ემოციებით და ისეთი დამოხტულით, ასევე ბათუმში ვიყავით, მურო გაგოშიძე ალბათ იცით თქვენ, ზუღიშვილების ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი, შოუ იყო მისი სტუდიის და მოსაწვევები გამოგვიგზავნენ და მე და ჩემი ნაცავები წავედით ბათუმში ვესწრიეთ დრამატულ თეატრში მის არაჩვეულებრივ შოუს. აქ ეს მოკლედ დიდი ხნის უნახავი ჩემი, ასე ვთქვათ, ებრალი ძნები, როგორც გურლები იტყვიან, თავშეყრა ჩემი ბიძაშვილების, მათი შვილების, შვილიშვილების, ზოგიერთი ისე დაიბადა და გაიზარდა, რომ არც კი მენახა, ეხლა გავიცანი და იყო ერთი დიდი სიყვარული და ერთი დიდი სიხარული, მოკლედ თავშეყრა და არ ვიცი, ამაზე დიდი ბედნიერება მე მგონი არაფერი არ არის. მოკლედ 1994 წელი დაადგა დავამთავრე სასწავლებელი და შევიტანეთ საბუთები კონსერვატორიაში. ჩავაბარე წარმატებით საკმაოდ. ვერ გეტყვით, რომ იადავარდით მოფენილი პერიოდი იყო ჩემი კონსერვატორიის სწავლის პერიოდი, ნამდვილად არ იყო ესე, გულახდილი ვიქნები, თუმცა მაინც ძალიან საინტერესო ჩემთვის და ძალიან მნიშვნელოვანი. მე მყავდა ძალიან ცნობილი პროფესორები, უბრალოდ ამ თემაზე დღეს შევიკავებ თავს თუ შეიძლება, საკმაოდ ცნობილი პროფესორები, შემდეგ მოხდა ის რაც მოხდა, მოკლედ ბევრი რამე შეიცვალა იმ ჩემს სწავლის პერიოდში, საბოლოოდ მე დავამთავრე კონსერვატორია არაჩვეულებრივ ადამიანთან, უპირველეს ყოვლისა, ბრწყინვალე მუსიკოსთან, პიანისტთან, საერთაშორისო კონკურსების პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ეს გახლავთ პროფესორი ნინო ქათამაძე, ვისთანაც მე დავამთავრე კონსერვატორია და იმავე წელს მასთან გავაგრძელე ასპირანტურაში სწავლა. კონსერვატორიის პერიოდში აღნიშნავდი ჩემ მონაწილეობას საქართველოს მუსიკოს შემსრულებელთა მეორე რესპუბლიკურ კონკურსზე, სადაც იმ დროში მინდა აღნიშნო, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის მუსიკოს შემსრულებლები მონაწილეობდნენ და მე მაშინ გავხდით ფინალისტი, გავედი 6 კაცში, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო და მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ იცით, ჩემ თავში დავრწმუნდი, რომ მე შემიძლია რაღაცა სერიოზულის გაკეთება შემოქმედებით ცხოვრებაში. ამის შემდეგ ხო ასპირანტურაში ჩავაბარე, როგორც გითხარით, გავაგრძელე ქალბატონ პროფესორ ნინო ქათამაძის კლასში. შემდეგ დავიწყე მზადება საბერძნეთის მარკო პოლონის პიანისტთა მეხუთე საერთაშორისო კონკურსისთვის. წავედი ამ კონკურსზე, გავხდი ლაურეატი, ავიღე მეოთხე პრემია. იმ წელს პირველი არ გაიცა, ამიტომ სულ ვიძახ ხოლმე, რომ მესამე პრემია, იმიტომ რომ მეორე, მესამე და მეოთხე პრემია იყო. იქაც კონკურსია, რა თქმა უნდა, რამდენად მაყოფილი ვარ თუ არა ვარ, ამასაც კადრებს მიღმა დავტოვებ ამ პასუხს.
ახლა არ არის უკვე მნიშვნელოვანი, იმდენი წლები გავიდა. შემდეგ იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში ის, რომ მიმიწვია მაესტრო ჯანსუღ კახიძემ სოლისტად 2001 წელს. აი ეგერდებს სურათი შეგიძლიათ რომ შემიძლია განახოთ თუ წინააღმდეგი იქნებით. სურათიც არის ჩემი ისტორია, ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფესიული წარმატება, ეს გახლავთ მაესტრო ჯანსუღ კახიძე და მე კონცერტის მერე მუსიკალურ სიმფონიური მუსიკის დარბაზში პლეხანოვზე აღმაშენებელზე. ეს გახლავთ მაესტრო ჯანსუღის სურათი, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან ვუმადლი ბატონ ჯანსუღს, აც გარდაცვლილ ბატონ ჯანსუღს. და ძალიან ბევრი გეგმები მქონდა მე და მაესტროს სამომავლოდ. მაგ წელს შევასრულე შოპენის მეორე საფორტეპიანო კონცერტი. მახსოვს რომ კონცერტი ჩატარდა სრული ანშლაგი, ძალიან ბევრი ხალხი იყო მოსული. შემდეგ მალევე დავგეგმეთ რომ შემდეგ წელს დაგვეკრა რახმაინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი მისი დირიჟორობით და სამწუხაროდ იმ წელს მაესტრო გარდაიცვალა და იცით რაღაცნაირად ჩემთვის თითქოს აი რაღაცა საყრდენი გამომეცალა. აქვე პარალელურად მე როგორც კი ასპირანტურაში ჩავაბარე, დავიწყე მუშაობა ზაქარია ფალიაშვილის მეორე სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების პედაგოგად და მომიწია სულ 6 წელი აქტიური მუშაობა. იქაც ძალიან ვფიქრობ, რომ ბევრი საქმე გავაკეთე იმ 6 წელიწადში, ძალიან ნიჭიერი სტუდენტები მყავდა, მოსწავლეები მყავდა, მონაწილეობდნენ რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებზე, წარმატებით ჩააბარა ჩემმა პირველმა გამოშვებამ კონსერვატორიაში და ამის მერე დადგა ის საკითხი, ცოტა ბანალურია ალბათ, მაგრამ იცი, როდესაც ადამიანს შემოქმედებითა და ზოგადად რესურსები ამოგეწურება, უკვე ფიქრობ, რომ დატოვო ქვეყანა და წავიდე. მეც აი ესე გადავწყვიტე, რომ სტაბედის მონახევრია და ესე გამგზავრებულიყავი, თუ როგორ უნდა თქვა. ჩამოვედი. ხო, გავიმგზავრე ამერიკაში, კონკრეტულად ნიუ-იორკში, სადაც უკვე აგერ 20 წელია ცხოვრობ და მოღვაწეობ. პირველი სამსახური, იცი, ბევრით არც მიფიქრია, მაგრამ ერთის ვიცოდი, რომ არ უნდა მემუშავა ისეთ რაღაცაზე, რაც ხელებს დამიზიანებდა და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი არჩევანი, რომ წავსულიყავი და რესტორანში მემუშავა ოფიციანტად, ან ბაზბოյად, ბაზბოი ესე ეძახიან ოფიციანტის, ასე ვთქვათ, თანარი. ხო, არა, მიმტანი, ხო, მიმტანი ქართულად, მაგრამ მიმტანის თანაშემწე, რომელიც აკეთებდა, ასე ვთქვათ, ბინძურ საქმეს. აი ესე უხეშად რო ვთქვათ, ჩემი პირველი ნაბიჯები იწყება რესტორნის ბიზნესში, მახსოვს. რაღაცა პერიოდი მუშაობდი რუსულ რესტორანში, აი ბაზბოი როგორც იძახიან ინგლისურად.
მიმტანის თანაშემწედ. შემდეგ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ მენეჯერმა შემომთავაზა, არ ვიცი ხა ეს რამდენი საინტერესოა, მაგრამ მაინც მოყვები იცოდეს ყველა რაღაცა, იმიტომ რომ მე არაფერი დასამალი არ მაქვს, არაერთხელ მომიყოლია ეს ისტორიები, რომ ქართულ რესტორანში ჭირდებათ მიმტანი. მაგრამ იცით რა, იმ პერიოდში აი სწორად გამიგეთ, რომ რაღაცა ეს ქართველებთან ვაიმე და თან რიდი, თან რაღაცა ისე ვიყავი შიშით, რაღაც არამეთქი აქ ვიქნები მიმტანის და არ გაგიჟდიო რა სლაპარაკობ მიმტანათო, იქ მეტ პულს გააკეთებ, უფრო ამოისუნთქება, არ მინდა აქ დამტო და არა უნდა წახვიდ, მოკლედ ძალით გამოგდა იმ მენეჯერმა მიხვდა რომ რაღაც სისულელეს ვეუბნებოდი და თავდაბლობდი. მოკლედ ვიმუშავე ამ ქართულ რესტორანში გარკვეული პერიოდი. შემდეგ კიდევ ვიმუშავე მეორე ქართულ რესტორანში, ქართული დიასპორას ალბათ კარგად ვახსოვარი იმ წლებში. ვერ გაიგეს მაესტრო რო იყავი? არა, როგორ ვერ გაიგეს? კი, როგორ არა და ყველა ძალიან დიდი პატივისცემით და ძალიან ბევრი ნაცნობი შემოდიოდა ის. ეკლა პროფესიით დაესაქმე. არა, ეს ეტაპი იყო. ქალბატონ ლელა ესე არ არის ახლა რომ დაესაქმებინე ეს, მე ნელ-ნელა ცხოვრება მოიტანა და რაღაცნაირად უკვე გადავდგინა ბიჭები და თუმცა ძალიან კარგად მახსენდება აი ჩემი ერთ-ერთი ესეთი პერიოდი მუშაობის, რომელიც მართლა ძალიან დიდი იმით მახსენდება. ეს იყო რესტორან თბილისში. მაშინ ეხლა ამჟამად უკვე ჩემი მეგობრები არიან, მაშინ ასე ვთქვათ დირექტორები იყვნენ ხათუნა და ვაჟა. ძალიან კარგად მახსენდება ეს პერიოდი, თუმცა ძალიან რთული და ძალიან ძიმე სამუშაო იყო, იმიტომ რომ ჩვენთვის პარასკევი შაბათ-კვირა არ არსებობდა რესტორანში მოგეხსენებათ, ცხოვრობდით რესტორნის ცხოვრებით. და აი სუნთლიანობაში, აი ასე ვთქვათ, ამ ბიზნესში ვიმუშავე დაახლოებით 2 წელი, ცოტა მეტი. და იცით, პარალელურად მე იწყება უკვე ნელ-ნელა პროფესიასთან დაბრუნება, ნელ-ნელა რაღაცა კონცერტები, გამიმართლა და დავიწყე მუშაობა New York Conservatory of Music-ში, მანჰეტენზე, ესეთი კერძო კონსერვატორია იყო, 3 წელი ვიმუშავე იქ, ასევე Queen School of Music-ში მუშაობდი წელიწადზე მეტი. და იცით, ნელ-ნელა დავიწყე კერძო გაკვეთილებით. ავიყვანე ერთი ბავშვი, მაშინ კარდაკარ დავდიოდი, სხვა გზა არც იყო, იმიტომ რომ მე უნდა დამემკვიდრებინა ჩემი თავი ბრუკლინში, მე იცით თქვენ რომ ბრუკლინში ცხოვრობ პირველი დღიდან. და აი ესე დაიწყო პირველი ნაბიჯები, აი ესე დავდიოდი სრული ამ სიტყვის უშუალოდ კარდაკარ. მე ერთს მოყვა 2, 2-ს მოყვა 4, 4-ს მოყვა 8, 16 და ასე შემდეგ. პირველი აი ესეც ძალიან მიყვარს, უნდა გაჩვენოთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით. ეს არის ჩემი პირველი კლასის კონცერტი ნიუ-იორკში. ეს იყო თუ არ ვცდები, აი ზუსტად არ მახსოვს, აწერია წელი. კი, 2012 წელს. ეს გავაკეთეთ ჩემი მეგობრის ნინო კოლოტაშვილის ბაღში. სხვათა შორის, ულამაზესი ბაღები კინგსაივეზე, თორემ არაჩვეულებრივი ბაღია და თუ შეიძლება 2 სიტყვით გაუწევ ძალიან დიდ იმას რეკომენდაციას ჩემი მხრიდან. ნინოს ჰქონდა არაჩვეულებრივი დარბაზი ესეთი დიდი, სადაც მომცა უფლება და საშუალება რომ გამეკეთებინა მაშინ დავდგი დიჯიტალ პიანოები, ესეთი ელექტროპროფესიული პიანოები და მაშინ გავაკეთეთ ეს რამდენი ბავშვი უკრავდა 6 ბავშვი. და გავაკეთეთ ეს კლასის კონცერტი. მოკლედ ამას მოყვა ძალიან ესეთი სერიოზული გამოხმაურება იმ წელს და აი იმ წლიდან დაირხა ხმა რომ აი ესე მერა მაესტრო, მერა ვებრალიძე ესე არაჩვეულებრივად ცოტა უხერხულია ჩემ თავზე რომ ესე კარგად მუშაობს და აი 2012 წლიდან უკვე იწყება ჩემი, ასე ვთქვათ, ჩაბმა ამ ბიზნესში და უკვე ვერც კი გეტყვით რამდენი მოსწავლე გავზარდე, რამდენმა სტუდენტმა და მოსწავლემ ისწავლა ჩემს საფორტეპიანო სტუდიაში. ამას მოყვა შემდეგი აი ეს არის ჩემი მეორე სხვათა შორის კლასის კონცერტი, აი გვერდზე ამებს ძალიან უფრთხილდები და ვინახავ, არასოდეს არ ჩამოვხსნი, ესენი ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ყოველწლიურად იცვლება, აფიშები, ძალიან ბევრი მაქვს, რომელსაც უკვე ფიზიკურად ადგილი არ არის რომ დავკიდო. აი ეს 2 ძალიან მიყვარს. ეს უკვე არის ჩემი შემდგომი კლასის კონცერტი, რომელიც ჩატარდა რადიო დევიდსონის კამერულ დარბაზში კინგსაივეზე, იცით ალბათ ის კონი აილანდზე. აქ უკვე 1 2 3 4 10 ბავშვი მონაწილეობდა, აქ უკვე მყავდა ლაურეატები სხვათა შორის, უკვე რამოდენიმე და
აი ესე ნელ-ნელა დაიწყო ჩემი აქტიური ჩაბმა პედაგოგიურ მოღვაწეობაში. მოკლედ 2020 წელს ასევე ჩატარდა იგივე პროექტი American Protege International Competition-ის შესარჩევი ტური, ასევე შეირჩა 5 საუკეთესო მოსწავლე. ამ წელსაც მინდა აღვნიშნო, რომ 5-დან 4-მა პირველი ადგილი აიღო, 1-მა მეორე და აი ნამდვილად გაამართლა ამ შესარჩევი ტურმა. აქვე მინდა აღვნიშნო ყველა იმ სპონსორს, არაერთი ადამიანი, ქართველი ბიზნესმენები და ასე შემდეგ. ამომიდგნენ გვერდში, მე ამას მარტო ვერ შევძლებდი, მოგეხსენებათ ეს რამხელა ხარჯებთან არის დაკავშირებული. ყველა იმ ადამიანს კი მე არაერთხელ მოუხადეთ საქართველოში ტელევიზიების და პრესის ეთერით. კიდევ ერთხელ მინდა ყველა აი ამ ადამიანებს, ვინც იმ წლებში დამიდგა მხარში, დიდი მადლობა გადაუხადოთ, რომ არა ისინი, მე ამას მარტო ნამდვილად ჩემი ორგანიზაცია ამას ვერ შეძლებდა. ჩამოვიდნენ ეს ბავშვებიც, ასევე დაუკარით დიდი წარმატებით კარნეგოლში, უმეტესობას მე უკეთებდი, მე ვიოლინებს, კლარნეტისტებს, აკომპანიმენტს. აი აქ არის ბევრი დიპლომები, ბევრი მნიშვნელოვანი ეს არის გახლავთ ბოლო რამოდენიმე წლის, ასე ვთქვათ, ჩვენი შედეგები, იმიტომ რომ ყველაფერი ლელა ჩალაგებული მაქვს, ასე ვთქვათ, არქივში და იმის ამოლაგებას ძალიან დიდი დრო უნდა. ეს გახლავთ ჩემი ლუჩიანო პანტანოს რომელი წელია 2022-ში 3 წლის წინ, როდესაც მეორე ადგილი აიღო პროტეჟე საერთაშორისო კონკურსზე. ეს ჩემი ნინი ჩანადირი, ლუჩიანომ წელს სხვათა შორის ჩააბარა მენესის სკულში, School of Music-ში სრული დაფინანსებით. სწავლობს არაჩვეულებრივ პროფესორთან, პავლინო დაკოვსკას კლასში. ნინი ჩანადირიც სწავლობს ახლა ამ წუთას Brooklyn College-ში სრული დაფინანსებით. მაგრამ კიდე რაღაც სხვა გეგმები გვაქვს ნინუსასთან დაკავშირებით. ეს თარა ქავთარაძე ჩემი ერთ-ერთი კიდე საუკეთესო მოსწავლე, რომელიც 11 წელი სწავლობდა ლელა ჩემთან. 7 წლის დაიწყო 18 წლამდე. თარასთან კიდე უამრავი წარმატებები გვაქვს მიღწეული, მაგრამ სამწუხაროდ არა მედიცინა არჩია, მაგრამ მან ძალიან ისეთი კარგი ფუნდამენტალური განათლება მიიღო. დამენანა რა თქმა უნდა, მაგრამ ხა არჩევანი თვითონ გააკეთა, მე რა უფლება მაქვს, რომ რაღაცა წინააღობა გამეწია. აი ეს არის ლუჩიანო პანტანო, ჩემი ამერიკელი, ის არის ნინი ჩანადირი, ქართველი გოგონა. ესეც კიდე ნუკა მჭედელაძე, რომელიც ჩემთან სწავლობდა 7 წელი, არაჩვეულებრივი გოგონა, რომელსაც ძალიან ბევრი წარმატებები ჰქონდა. აი აქ მინდა განახოთ ჩემი ნინი ჩანადირის ბოლო 2 წლის წარმატებები, მნიშვნელოვანი წარმატებები. ჩვენ ვიყავით საქართველოში, შარშან ოთარ თაქთაქიშვილის საერთაშორისო სახელობის საერთაშორისო კონკურსზე, სადაც ნინუცამ მესამე პრემია და ლაურეატის წოდება და ფულადი პრიზი მიიღო. აქაც ბევრი უსამართლობა მოხდა, მაგრამ კონკურსია კიდევ ერთხელ ვიტყვი, ნამდვილად არ იყო მესამე პრემიის ღირსი. ეს კიდევ ერთ-ერთი სერიოზული მიღწევა ნინუცაზე, ეს გახლავთ ლიზმა International Music Competition-ის საერთაშორისო კონკურსი, სადაც მეორე ადგილი და ფულადი პრემია $1000 დაიმსახურა და დაუკრა კარნეგი ჰოლის ზანგე ჰოლში. ეს იშვიათად ხდება ამ დარბაზში, არ არის ესე ასტრუიცე ადვილი ამ საშუალო დარბაზში, სადაც მონაწილეობდნენ აი სუპერ ტალანტი კონკურსანტები, გამარჯვებულები სხვადასხვა ქვეყნიდან, აი ვინც ესწრებოდა იმათ ყველას ახსოვთ, იყო სრული ანშლაგი ამ ხელა დარბაზში და მე ძალიან ამაყი ვიყავი ამ დღეს ნინუცამ დაუკრა ლისტის ვირტუოზული საკონცერტო პიესა ტარანტელა.
2018 წელს დავაარსე ჩემი ორგანიზაცია სახელწოდებით გზა მომავალ თაობას, ინგლისურად Make Way for the New Generation, რომლის მთავარი მიზანი და მიზეზი იყო ის, რომ გამედო ხიდი საქართველოს და ამერიკის შორის და ეს გადახორციელე კიდევაც 2000 უпросторо ცოტა ადრე და ეს მოხდა ჯერ 2000 ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში იყო 2016 წელს, როდესაც მე მიწვეული ვიყავი გერშვინის მუსიკოსშემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსზე პიანისტებთან ჟიურის წევრად და თბილისში ჩავიტანე პროექტი, სადაც გავაკეთეთ მთელი საქართველოს მასშტაბით შესარჩევი ტური, შევარჩიეთ რამოდენიმე განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები, რომელიც დაფინანსებით ჩამოვიყვანეთ ამ კონკურსზე და ეს დაგვირგვინდა დიდი წარმატებებით იმ წელს ყველა გახდა ლაურეატი, მათ შორის პირველი პრემია, მეორე პრემია, მესამე პრემია და შემდეგ იყო კიდე 2 წლის მერე ვიყავი მიწვეული ისევ გერშვინის საერთაშორისო კონკურსზე ჟიურის წევრად ნიუ-იორკში, ასევე კიდე ჩავიტანე შესარჩევი ტური მაშინაც, ავირჩიეთ რამოდენიმე 3 თუ 4 არ მახსოვს ზუსტად, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებლები, ასევე დაგვირგვინდა დიდი წარმატებებით. შემდეგ უკვე 2019 წელს უკვე ჩემი ორგანიზაციის ეგიდით ჩავიტანე თბილისში პროექტი, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით მოსვენები ჩატარდა თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში და სხვადასხვა ქალაქებში არ მახსოვს ზუსტად, სადაც შეირჩა 5 საუკეთესო კონკურსანტი ერთ-ერთი კონკურსის, რომელსაც ქვია American Protege International Competition, სხვათა შორის 2007 წელს მეც მივიღე ამ კონკურსზე მონაწილეობა პროფესიონალების კატეგორიაში და ერთადერთი კონკურსი, რაც მოვასწარი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, 2007 წელი და სადაც ავიღე მეორე პრემია და ლაურეატის წოდება, მივიღე მონაწილეობა გალა კონცერტზე კარნეგი ჰოლში, სადაც შევასრულე შოპენის სონატა მახსოვს, სი ბემოლ მინორული. და მოკლედ დაუბრუნდები ისევ იმ თემას, მოკლედ შეირჩა ეს 5 ბავშვი 2019 წელს, გავაგზავნეთ ამ კონკურსზე ჩანაწერები და მინდა დიდი სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ 5 ბავშვიდან 4 ბავშვმა აიღო ლელა პირველი ადგილი და მხოლოდ ერთმა მეორე, ისიც არ იყო მსვლად სამართლიანი, მაგრამ ნუ კონკურსია. შემდეგ ჩამოვიდნენ ეს ბავშვები, ყველამ უკლებლივ დაუკრეს კარნეგი ჰოლში გალა კონცერტზე და დაჯილდოვებაზე, კარნეგი ჰოლის Well Recital ჰოლში. შემდეგ მათ გაუკეთე კონცერტები ნიუ-იორკში, დაუკრეს მერგინ ჰოლში, გაუკეთე სოლო კონცერტი ამერიკან ოპერა ამერიკან პერფორმანს ცენტრში, ასევე ჰქონდა გასვლითი კონცერტი ფილადელფიაში. შემდეგი პროექტი იყო 2020-ში, ისევ ჩემი ორგანიზაციის ეგიდით, ისევ ჩავიტანე, ისევ ავარჩიეთ 5 საუკეთესო კონკურსანტი და უნდა გაწყვიტო. ნოტები უნდა მივცე ბოდიში რა. ხო უთხარი დამირეკე მეთქი არა. მიღებ. აი ხო ხედავ, გადაღების დროსაც არ მასვენებენ.
ჩემს ამერიკელ სტუდენტს ჩამოუტანე შოპენის ნოქტურნებება, ეს არის პადერევსკის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი რედაქცია. ხო და უნდა ვაჩუქო, ახლა მამა მოვა მისი, იმიტომ რომ თვითონ ეთყობა დაკავებულია, მამამის მანქანით შემოვირებენ და Marcello, is it you? Yeah, of course. Okay. So, how do I get that olive oil? ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი როგორც მუსიკოსის და როგორც პროფესიონალის ძალიან დიდი როლი ითამაშეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვთქვა ჩემმა მშობლებმა, ჩემმა დედამ და მამამ, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთეს ჩემთვის, ბევრი იშრომეს და ყველანაირად მატერიალურად თუ აი ყველა ასპექტში მაქსიმუმი გააკეთეს იმისთვის, რომ მე ყველა პირობა მქონოდა რათა ჩამოყალიბებულიყავი როგორც მუსიკოსი, როგორც პროფესიონალი, როგორც ადამიანი და მე მათ კიდევ ერთხელ ამისთვის მადლობას ვუხდი და აქვე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემმა პირველმა პედაგოგმა, ბატონმა გარე მიკრტიჩენმა, რომელიც სამწუხაროდ რამოდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და დიდი მადლიერებით ყოველთვის სანამ ცოცხალი ვარ მოვიხსენებ მასაც. ჩემთვის როგორც ცნობილია, გაიმართება სამოსის სამშობლოს ფესტივალი თბილისში და მე როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, ჩამოვდივარ, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ცოტა ადრე ჩამოვიდე და დავესწრო ამ ფესტივალს, მივიღო მონაწილეობა, ჩემთვის ასევე ძალიან დიდი პატივი იქნება და აკომპანიმენტი გაუწიო ჩვენს ლეგენდარულ ქართულ მომღერალს ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს და სულ მოუთმელად ველი ამ დღეს და აუცილებლად მე დავესწრები ამ ფესტივალს დიდი სიამოვნებით და სიამაყით. ჩემის ბოლოს მინდა შემოგთავაზოთ პატარა მონაკვეთი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კომპოზიტორის, კავკასიელი კომპოზიტორის, სხვადასხვა არნო ბაბაჟანიანის ნაწარმოები ელეგია და ამით მინდა დაგემშვიდობოთ დღეს მომავალ შეხვედრას.